ამ დროს ჰიტლერმა დაარტყა საბჭოთა კავშირს და ლენინგრადი გახდა მალევე ამ ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი ეპიცენტრი. ლენინგრადი მოხვდა ბლოკადაში და ჯერ კიდევ 1941 წლის შობის პერიოდში ლენინგრადში 4000 ადამიანი დაიღუპა შიმშილით. 4000 ადამიანი რომ დაიღუპა შიმშილით, როგორც შიმშილზე ზემოთ ვისაუბრეთ, სხვა დანარჩენი ადამიანებიც სიკვდილით შიმშილთან ახლოს არიან. მაგრამ ეს იყო დასაწყისი. ამის შემდეგ კიდევ თითქმის 3 წელი იყო ლენინგრადი ბლოკადაში. გერმანელების მიერ დაიყო თვეები, როცა რამდენიმე თვიანი გადაბმული სრული იზოლირებაც ჭირდა ლენინგრადს დანარჩენი საბჭოეთისგან. ამიტომ ვერაფრის მიწოდება იქ ვერ ხდებოდა. ლენინგრადის ბრძოლები ზოგადად იმდენად ლეგენდარული და წარმოუდგენელია, რომ მეორე მსოფლიო ომზე თუ რამე თამაშს აკეთებენ, ლენინგრადის ტური სულ გამორჩეულია თავისი სირთულით და სიმძაფრით და სიკვდილით. წარმოიდგინეთ, ქალაქი ბლოკადაშია, საჭმელი 1 წელი გამოილია, ტემპერატურა -40 გრადუსია, ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია, თან შიმშილით სიკვდილი როცა იწყება, იქ პატერნი ყოველთვის ერთმანეთს გავს. ჯერ საკვები მარაგები იცლება, შემდეგ წყვილფეხა საქონელს ჭამენ, ძროხებს ცხენებს, შემდეგ ჭამენ კატებს და ძაღლებს, შემდეგ მღრღნელებზე გადადიან, შემდეგ გარკვეული პროცენტი კანიბალიზმზე გადადის. სამწუხაროდ ეს ლენინგრადშიც მოხდა დიდი დოზით. მხოლოდ 1942 წლის რამდენიმე თვეში პირველ ნახევარში 2000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირა პოლიციამ კანიბალიზმის ბრალდებით, ვინც დააპატიმრა უშუალოდ. ეს არის თან ძალიან მოკლე პერიოდის სტატისტიკა. თან მილიციისგან შემცირებული, თან რამდენი დარჩა დაუფიქსირებელი ომიანობის და დანგრეული ქალაქის პირობებში კიდევ ცალკე ამბავია. სიტუაცია არის ასეთი. ქალაქი დაახლოებით 2 წელია გერმანელების ბლოკადაშია, ასევე თითქმის 2 წელია საკვები გამოილია, -40 გრადუსია, სოლები არის ქუჩაში და ხალხი კვდება პირდაპირ ქუჩაში, სულ ამდენი დამშეული ხალხი, რომელსაც ყველა მტერი გონია თან, თუ ვინმეს დაინახავს უცხოს გონია რომ ის უცხო ამას მოკლავს და შეჭამს. ასეთი საშინელი სურათია. და ამ დროს ამ ქალაქში არის ვავილოვის თესლების ბანკი, სადაც რომ შეაჯამო რამდენიმე ტონა საკვებად ვარგისი პროდუქტია. თავიდან ვავილოვის ბოტანიკოსებმა შეიმუშავეს ასეთი გეგმა, რომ დღეში უნდა აჭამოთ მხოლოდ 2 ნაჭერი პატარა პური. ეგეთი რაციონი ჰქონდათ. სტალინისთვის ეს ვავილოვის თესლების ბანკი არაფერს ნიშნავდა და ალბათ არც გახსენებია. თუმცა ჰიტლერმა ზუსტად იცოდა მაგის მნიშვნელობა. SS-ის სპეციალური დანაყოფის არსებობდა ამ ბანკისთვის რომ მიეგნოთ და მიესაკუთრებინათ. ვავილოვი ამ დროს რომელიღაც ციხეში სადღაც ცოცხალმკვდარი იყო და ბოლოს შიმშილით გარდაიცვალა. რაც ბედის ირონიაა. ჯამში ლენინგრადი თითქმის 3 წელი იყო გერმანელების ტყვეობაში. რაღაც სასწაულით გერმანელების კონტროლ ქვეშ ეს ქალაქი ბოლომდე არ აღმოჩნდა. ამ დროის მანძილზე მოკვდა დაახლოებით 800,000 ადამიანი. ვავილოვის ბოტანიკოსებს დღეში 2 პურის ნაჭრიანი რაციონი დიდი ხნის წინ გამოელიათ. და წარმოიდგინეთ, გამოელიათ და შიმშილით დაიხოცნენ. ისე, რომ 1 ნამცეციც კი თავისი ტონობით შეგროვებული განძიდან არ შეუჭამიათ.